2026 წელს შრომის ბაზარი საგრძნობლად იცვლება. ხელოვნური ინტელექტი არის ნომერი პირველი ტექნიკური უნარი, რომელიც არის ძალიან მოთხოვნადი შრომის ბაზარზე, თუმცა საინტერესო არის ის ფაქტი, რომ მხოლოდ ტექნიკური უნარები აღარ არის საკმარისი შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. მე ვარ თათია გიუნაშვილი და დღევანდელ ვიდეოში გაგიზიარებთ Cornerstone-ის 2026 წლის უნარების შესახებ ანგარიშს და ამ ანგარიშში არის ძირითადი საკითხები ხაზგასმული. პირველ რიგში თუ რა ტექნიკური უნარები არის 2026 წლისთვის პრიორიტეტული და რას ეძებენ დამსაქმებლები თანამშრომლებში და ის თუ რა ადამიანური უნარები, ანუ რა soft skill-ებს, რასაც ვეძახით, არის პრიორიტეტული უკვე დღევანდელ რეალობაში. და ამ ანგარიშში მთავარი ტენდენცია, ასე ვთქვათ, მთავარი მესიჯი არის უნარების შერწყმა. თუ კი მაგალითად ადრე უფრო მეტად პრიორიტეტული იყო, რომ ადამიანების ჰქონდათ მაგალითად გამოცდილება რაღაც კონკრეტული ტექნიკური მიმართულებით და ასევე ცალკე იყო იმ ადამიანების კატეგორია, რომლებიც გამოირჩეოდნენ ძლიერი soft skill-ებით და ძლიერი ადამიანური უნარებით, დღეს უკვე ბაზარი ითხოვს აი ამ ორი მიმართულების შერწყმას და გაერთიანებას და მაგალითად, როდესაც ვნახულობთ ვაკანსიებს თუნდაც იქ აღწერაში თითქმის 50-50 არის სწორედ ეს soft და hard skill-ები მოთხოვნილი. რაც ეს უკვე დიდი ცვლილება არის წინა პერიოდებთან შედარებით. ზოგადად ანგარიში არის ჩამონათვალი გაკეთებული ტექნიკურ და არატექნიკურ უნარებთან დაკავშირებით. ეს ჩამონათვალი არის საკმაოდ გრძელი, თუმცა მე დღევანდელი ვიდეოსთვის შევარჩიე რამდენიმე უნარი ორივე მიმართულებით, რომელიც გამოირჩეოდა უფრო მეტი პროცენტული მაჩვენებლით და ასევე ჩემი გადმოსახედიდანაც თითქმის ყველა სექტორისთვის არის რელევანტური, ამიტომ გაგიზიარებთ ახლა ეკრანს და გაჩვენებთ იმ რამდენიმე ტექნიკურ და არატექნიკურ უნარს, რომელიც პრიორიტეტული არის უკვე დღევანდელობისთვის. თქვენ ახლა უყურებთ ჩემთვის საყვარელ პლატფორმას, რომელიც არის Miro და პატარა ჩარტი მოვამზადე ამასთან დაკავშირებით და მოდით მივყვეთ თუ რა ტოპ ტექნიკურ უნარებს შევხვდით აღნიშნულ ანგარიშში. პირველი არის არ გიგვრდებათ, ეს არის ხელოვნური ინტელექტი AI. დღეს უკვე იმდენად ყველა მხრიდან გვესმის AI, რომ დიდ აქცენტს ამ საკითხთან დაკავშირებით არ გავაკეთებ, თუმცა ნამდვილად ერთ-ერთი ტოპ ტექნიკური უნარი არის, რომელიც პირველ ადგილზე იყო კვლევებში მოასწრებული, კვლევის შედეგებში მოასწრებული. შემდეგ არის მონაცემთა ანალიზის უნარი. მონაცემთა ანალიზის უნარი არ არის 2026 წლის აღმოჩენა, თუმცა ეს კონკრეტული ინარჩუნებს ტოპ პოზიციებს და დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელს ადამიანს შეეძლოს ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით მიზე შედეგობრივი კავშირების დანახვა. შემდეგ გვაქვს კიბერუსაფრთხოება, ეს გულისხმობს ციფრულ სამყაროში უსაფრთხოების დაცვას და შემდეგ გვაქვს მწვანე ტექნოლოგიები და მდგრადობა, რაშიც მოიაზრება გარემოს გათვალისწინება ჩვენს ინოვაციურ გადაწყვეტებში. ძირითადად ეს იყო ტოპ ტექნიკური უნარების გამორჩეული უნარები, ასე ვთქვათ და ახლა შეგვიძლია გადავიდეთ ყველაზე მოთხოვნად ადამიანურ უნარებზე. პირველი, ეს არის ენთუზიაზმი და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. პირადად ჩემთვის ეს ორი არის ნამდვილად ფავორიტი, რადგან მჯერა ჩემი დაკვირვებითაც და გამოცდილებაზე დაყრდნობითაც, რომ ადამიანები, თანამშრომლები, რომლებსაც ახასიათებთ აი ეს ორი კონკრეტული უნარი, თითქმის უმეტეს შემთხვევებში გამოირჩევიან მაღალი შესრულებით და მათ მიერ შესრულებული სამუშაო არის ძალიან ხარისხიანი და ამ ადამიანებთან მუშაობა ჩემთვის პირადად არის ძალიან სასიამოვნო. რა თქმა უნდა, ემოციური ინტელექტი, ესეც არ არის 2026 წლის აღმოჩენა, თუმცა ადამიანები უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ ემოციური ინტელექტის გარეშე ჩვენ ყოველდღიური არსებობა ძალიან გაგვიჭირდება. და შეიძლება ისიც ითქვას, რომ თუ კი ჩვენს ქმედებებს აკლია ემოციური ინტელექტი, უმეტესი საკითხი ფასს კარგავს. და ასევე გვაქვს კრეატიული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა, რაც
ყოველთვის იყო აქტუალური და დღესაც ასე რჩება, მოქნილობა და გამძლეობა და ჩვენს არასტაბილურ სამყაროში არის ეს თვისებები, რომლებიც არის არსებითი, განსაკუთრებით გონია რომ ჩვენთვის ჩვენი არსებული რეალობიდან გამომდინარე იმდენად სტრესული და ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ, რომ აი ეს მოქნილობა და გამძლეობა რომ არ გქონდეს, ძალიან გაგუჭირდებოდა ზოგადად პროდუქტიულობაზე და მოტივაციაზე საუბარი და რა თქმა უნდა, ლიდერობა და გავლენის უნარი, რაც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი soft skill-ი. მეორე მხრივ ხაზი მინდა გაუსვა, რომ ეს თითოეული ტექნიკური თუ არატექნიკური უნარი, რომელიც მე ახლა ვახსენე, არის გამომუშავებადი და თუ კი მაგალითად რომელიმე უნარი ფიქრობთ, რომ არ გაქვთ ან გჭირდებათ, რომ განივითაროთ, რა თქმა უნდა, ამაზე მუშაობა და თვითგანვითარება არის ნომერ პირველი, რისი გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ და გონია რომ ასეც უნდა მოიქცეთ, თუ კი გსურთ, რომ შრომის ბაზარზე ყოველთვის შეინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა. და რადგან უკვე განვიხილეთ თუ რა უნარები არის დღეს პრიორიტეტული, მაშინ ასევე განვიხილოთ თუ ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები დავრჩეთ ბაზარზე და მეტნაკლებად არ გაგვიჭირდეს თუნდაც ახალი სამსახურის მოძიება ან იმ საქმის ხარისხიანად და კარგად კეთება, რასაც ამჟამად ვაკეთებთ. პირველ რიგში ასევე ვერსად გავექცევით და უნდა ვახსენოთ, რომ AI ინსტრუმენტების ცოდნა არის მნიშვნელოვანი. აქ მხოლოდ ChatGPT არ იგულისხმება, თუმცა ChatGPT-სთან და მსგავს პლატფორმებთან სწორად მუშაობის შესახებ ინფორმაციის მიღებაც არის უმნიშვნელოვანესი. და კიდევ უფრო მეტად აი ამ როდესაც ვამბობ AI ინსტრუმენტების შესახებ ცოდნის ამაღლებას გულისხმობ ისეთ პლატფორმების და სოფტვერების ცოდნას, რომელიც ჩვენ მიმართულებით არის საჭირო. მაგალითად, customer success-ის მიმართულებით მუშაობ მე ამჟამად და ჩემთვის თავარი ინტერესის საგანიც სწორედ ეს მიმართულებაა და ამ სფეროში არის რამდენიმე პლატფორმა, როგორიც არის მაგალითად Gainsight, Charnzero ან Totango, რომლებიც არიან ლიდერები ამ მიმართულებით და მე როდესაც მაქვს თავისუფალი დრო, აუცილებლად რაღაც ერთ ვიდეოს მაინც ვუყურებ, რომ გავიგო თუ რანაირად მუშაობს ეს პლატფორმები და როგორ შემიძლია მე უკვე აი ამ პლატფორმების მუშაობის მიდგომები ჩემს ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოვიყენო. შესაბამისად, თითქმის ყველა მიმართულებით უკვე მოიძებნება ისეთი პლატფორმა, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ თქვენი მიმდინარე სამუშაო პროცესების ავტომატიზაციაში ან მოგცემთ იდეებს, ამიტომ აი ამ მიმართულებით ინვესტირება არის ჩემი გადმოსახედიდან და არა მარტო ჩემი გადმოსახედიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომ შევინარჩუნოთ ბაზარზე კონკურენტუნარიანობა. მეორე არის ანალიტიკური უნარების განვითარება, როგორც დასაწყისში ვახსენე, ჩვენს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიზეზ-შედეგობრივი კავშირების პოვნა არის არსებითად მნიშვნელოვანი, რომ სწორად დავინახოთ, სად გვიჭირს, რა პრობლემებია, რას რა იწვევს, ამიტომ ამ უნარზე აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. მესამე არის ემოციური ინტელექტის განვითარება და ამ ნაწილში მე შემიძლია გირჩიოთ წიგნი, ეს არის ემოციური ინტელექტი, რომელიც არის Harvard Business Review-ს გამოშვება. ეს წიგნი წავიკითხე რამდენიმე წლის წინ, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მახსოვს ამ წიგნიდან და მე წიგნის კარგობას, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი კრიტერიუმით ეგრე ვაფასებ თუ რამდენადაც დიდხანს გამყვება, ასე ვთქვათ, ამ წიგნიდან მიღებული ინფორმაციები, ესე იგი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ წიგნმა ჩემზე. თუმცა მგონია, რომ იმის მერე დიდი დრო გავიდა და შესაძლოა ბევრი ქართულად გადაითარგმნა ემოციური ინტელექტთან დაკავშირებით, ამიტომ თუ კი მაგალითად რამე სხვა რეკომენდაციაც გაქვთ, შეგიძლიათ მეც რომ გამიზიაროთ, თუმცა მგონია რომ ეს ამ წიგნში ინვესტირება საკმაოდ კარგი იდეაა და დაგეხმარებათ რომ ემოციურ ინტელექტზე აქტიურად იმუშაოთ. და მეოთხე რჩევა, ეს არის როგორც ტექნიკურ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, არატექნიკურ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, ზოგადად დარწმუნებული ვარ რომ მხოლოდ საქართველოში არ ვართ ამ წინააღმდეგობის წინაშე და მსოფლიოში
სკოლებშიც არის ეს ტენდენცია, რომ აი სკოლიდან მოყოლებული ან თუნდაც ბაღიდან მოყოლებული რაღაცნაირად გვინერგავენ იმას, რომ აი შენ ხარ რაღაც ტექნიკური ადამიანი, შენ ხარ ჰუმანიტარი ადამიანი, შენ მათემატიკა კარგად გამოგდის, შენ ისტორია ისწავლე ძალიან კარგად გამოგდის და შესაბამისად აი მსგავსი შეფასებებით ჩვენ გვიყალიბდება რაღაც პოზიციები, რომ ან ერთი გზით უნდა წავიდეთ, ან მეორე გზით და ასე მოვდივართ ძალიან დიდი ხანია, თუმცა აი დღეს და აი ამ კვლევის კითხვისასაც დავწმუნდი, რომ უკვე აღარ არის იმის დრო, რომ ეს რაღაც გაყოფილი გზები ავირჩიოთ კონკრეტული მიმართულებებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ ტექნიკური და არატექნიკური უნარების გადაჯაჭვა თუ რაღაც გადაკვეთა მოხდეს გარკვეულ ეტაპზე, რადგან სხვანაირად უკვე წარმოუდგენელი არის, რომ აი ასეთი მაღალი კონკურენციის პირობებში ჩვენი შესაძლებლობები ან ჩვენი უნარები იყოს მაღალ ანაზღაურებადი თუნდაც და სწორად შეფასებული შრომის ბაზარზე. ამიტომ ისედაც ძალიან საინტერესო არის, როდესაც რაღაც ყოველდღიურად რაღაც კონკრეტულ ისეთ ახალ რაღაცებს აღმოვაჩენთ, რაზეც აქამდე არ გვიფიქრი, არ გვიმუშავია, ამიტომ თუ კი ვიღაც გეუბნებათ აქამდე, რომ თქვენ ხართ ძალიან ტექნიკური და ამ soft skill-ებში არაფერი არ გესაქმებათ, პირიქით ეს უნდა იყოს იმის მანიშნებელი, რომ პირიქით ზუსტადაც გესაქმებათ, ესე იგი აი სწორედ ეს მიმართულებები არის, სადაც კიდევ უფრო მეტად შეგიძლიათ, რომ თქვენი თავიც იპოვოთ და ეს ყველაფერი მე უკვე დაგეხმარებათ იმ ძირითადი საქმიანობის შესრულებაში, რასაც თქვენ აკეთებთ. და უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს გაგიგიათ მსგავსი შეფასებები და მეც უკვე ვიდეოს ბოლოსკენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უკვე დღეს აღარავინ სვავს იმ კითხვას, ჩაანაცვლებს თუ არა რომელიმე AI ინსტრუმენტი ადამიანს, არამედ პირიქით უკვე მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, თუ ადამიანებმა როგორ უნდა შევძლოთ AI-ის ისე გამოყენება, ისე სწორად გამოყენება, რომ ეს აისახოს ჩემს პროდუქტიულობაზეც, ჩემს პროფესიონალიზმზე და ზოგადად დამეხმაროს იმაში, რომ ძალიან ჭკვიანურად გამოვიყენო ჩემი რესურსები, დროის თვალსაზრისით და არა მარტო. და თუ ვიდეოს ამ დრომდე უყურე, შეგიძლია არხიც გამოიწერო, ვიდეოც მოიწონო, სულ ეს იყო დღეს, რაც მინდოდა, რომ ამ კვლევის შესახებ გამეზიარებინა. თუ კი უფრო მეტი ინფორმაცია გაინტერესებთ, შეგიძლიათ რომ შემეხმიანოთ და მე შესაბამის ბმულებსაც გაგიზიარებთ. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.